განწყობა და მოთხოვნები ბუნებრივი არის ისე უცვლელი, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის სამართალ და ამცველებს პატიმრობაში ყავთ. Თქვენ ხედავთ აქციის მონაწილეებს, კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორების ნაწილს, რომლებიც დღეს ისევ ქუჩაში გამოვიდნენ რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ უნივერსიტეტის ეზოში და ამის შემდგომ უკვე მათ გადმოინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანზე და თქვენ ხედავთ, რომ აქციის მონაწილეებმა ახალგაზრდებმა სრულად გადაკეტეს საავტომობილო მოძრაობა და ისინი ახლა საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მიდიან, რადგან საქალაქო სასამართლოსთან ისინი გააჟღერებენ მთავარ მოთხოვნებს. აქ ყოფი ადამიანები თანხმდებიან, რომ მოსამართლეებმა სრულად გაიზიარეს ბრალდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების ჩვენებები, რომლებიც არ იყო სიმართლეზე დაფუძნებული. თქვენ გესმით შეძახილები საქართველოს და ასევე ძალიან საინტერესო ბანერები, რომლებიც აქ აქციის მონაწილეებმა მოიტანეს. ჩვენ ხედავთ პროპაგანდისტული მედიის ლოგოსაც და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს მოვისმენთ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში ვართ. მე როგორც პირდაპირ ეთერში ვართ, რომ მითხრათ, რატომ ხართ აქციაზე? რატომ გადაწყვიტეთ ახალგაზრდებმა ქუჩაში გამოსვლა და რას ეუბნებით ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას? მე ვეუბნები, რომ ყველა აქ დგავართ, ყველა ერთიანად ვართ და წინ ევროპისკენ. წინ ევროპისკენ ეს არის მთავარი სათქმელი ბუნებრივი ახალგაზრდების და სწორედ ახალგაზრდების პროტესტმა არაერთხელ აჩვენა, რომ მართლ პარტიას სწორედ ყველაზე მეტად სტუდენტების პროტესტის ეშინია. სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბრებით. მითხარით, რატომ უერთდებით დღევანდელ მარშს? ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა დღესაც ქუჩაში, პოლიციელებს მოუწიათ საავტომობილო გზის გადაკეტვაც. აი, რა არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის მთავარი სათქმელი ახალგაზრდების? რომ ჩვენ ახალგაზრდობა ვეწინააღმდეგებით ქვეყნის ავტორიტარულ ქვეყნაქცევას, ვეწინააღმდეგებით რეპრესიებს, ვეწინააღმდეგებით უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებას და ქვეყნის რუსეთიზაციას. ესაა ჩვენ მთავარი სათქმელი დღეს. ახალგაზრდები არ დაუშვებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი ხელისუფლებამ შეცვალოს, რადგან აქ ყოფი ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და არა რუსეთი. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მინდა გავესაუბრო, რომელსაც ძალიან საინტერესო ბანერი აქვს. თუ არ სწორს, მაგრამ უბრალოდ გაჩვენებთ, როდემდე უნდა ვღელავდეთ და ნუ ალბათ ეს მაყურებელი კარგად მიხვდება, რისი თქმაც სურს აქციის მონაწილეს. თქვენ მითხარით, რატომ ხართ დღეს აქციაზე? ჩვენ ხედავთ, რომ დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად. მოთხოვნები უცვლელია, ეს არის ხელახალი არჩევნები და ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ გუშინ ეუთო ოდირის განცხადება, რომელიც ამბობს და უკვე დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ხმები მოიპარა. გვესმის მოქალაქეების განწყობაც? რა თქმა უნდა, მხარს გვიჭერენ ყველანაირად მოქალაქეებიც. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ბედი და მომავალი უკეთესობისკენ შევცვალოთ, რა თქმა უნდა, და აღარ არის არაფრის მოთმენის დრო, უკვე ყველანაირი ზღვარი გადაიკეტა. ჩვენ, ესე იგი, შეგვეხნენ განათლებაზე, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ჩვენი დიპლომები, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი განათლება უცხო ქვეყნებში უკვე ვეღარ გაჭრის, ეს გუშინ გამოქვეყნდა ოფიციალურად. შესაბამისად, ჩვენი ხალხი ვართ, ვისაც ჩვენი განათლება ყველაფრად გვიღირს, ასე რომ ჩვენ ტყუილად არ გვიწვალია ამდენი ხანიდან, ჩვენ ტყუილად არ მიგვიძღვნიათ ჩვენი ცხოვრება განათლებისთვის, ამიტომ არავის მიცემთ უფლებას ეს ყველაფერი დაგვიკარგოს. მოთხოვნები უცვლელია და რა თქმა უნდა ბრძოლას გავაგზავნებთ ბოლომდე, იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ ამ ყველაფერში. ბრძოლა გრძელდება და პრინციპში მოქალაქეების პროტესტმა ნამდვილად აჩვენა, რომ არ იღლებიან, ისინი დგანან ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, იმისათვის რომ მოპარული და მითვისებული არჩევნები გააპროტესტონ. მე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, კაცში თუ რა ხდება ახლა აღმაშენებლის ხეივანზე აქციის მონაწილეებმა, როგორც უკვე გითხარით, სრულად გადაკეტეს საავტომობილო მოძრაობა და აქ თქვენ ბანერს ხედავთ, სადაც კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა აქვს აქციის მონაწილეებს გამოტანილი, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, რომელიც ამ აქციების განმავლობაში აქციის მონაწილეებს მრავლად აქვს, რადგან ამ ფორმით ამტკიცებენ ისინი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირში. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრებით. მე როგორც ხვდები, ლექტორი არის ახლა ჩვენს გვერდით. პირდაპირ ეთერში ვართ. მე როგორც ხვდები, თქვენ ხართ ლექტორი კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის
უნივერსიტეტის. რატომ უერთდებით ახალგაზრდების პროტესტს? რა არის თავარი სათქმელი დღეს თქვენი და აქ სტუდენტები სწორად აღნიშნავენ, რომ ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, განათლებას ექმნება საფრთხე. აი თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ყოველს? არა მარტო განათლებას, სამწუხაროდ მთელ ქვეყანას ექმნება საფრთხე ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის პირობებში. იმიტომ მთლიანად განათლების მიმართულებითაც და ზოგადი ყველა მიმართულებით დაუპირისპირდა ეს ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროს და შესაბამისად ეს ყველაფერს უქმნის საფრთხეს. ჩვენი მოთხოვნები ტიპურია, როგორც მთელი ამ დღეების განმავლობაში ყველა აქციების, რომ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაჭერილი ახალგაზრდები და დაინიშნოთ ახალი არჩევნები. სწორედ ამ უკანონო დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლების გამო მივდივართ ჩვენ სასამართლოსთან, რომ ეს გავაპროტესტოთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა. აუცილებლად კარგად იქნება ყველაფერი. ჩვენ როგორც უკვე მოისმინეთ, მივდივართ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ბუნებრივია აქ სამართალდამცველების მობილიზება. თავდაპირველად პოლიციელებმა თხოვეს აქციის მონაწილეებს, რომ სრულად არ გადაეკეტათ მათ საავტომობილო გზა, თუმცა მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო, რომ საავტომობილო მოძრაობა არ ყოფილიყო გადაკეტილი. როგორც უკვე გითხარით, აქ არიან კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ნაწილი, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების რუსულ რეჟიმს და შესაბამისად ითხოვენ ახალგაზრდების გათავისუფლებას. იმ ადამიანების, რომლებიც ამ დროის განმავლობაში პატიმრობაში რჩებიან და აქ ყოფი ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ დაადასტურებს რომელიმე უწყება ახალგაზრდების ბრალეულობას და შესაბამისად თავარ მოთხოვნად რჩება ამ დრომდე ახალგაზრდების გათავისუფლება პენიტენციური დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ კადრში რა ხდება. ჩვენ უკვე ძალიან მალე ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან. აქციის მონაწილეები კვლავ აგრძელებენ მსვლელობას საქალაქო სასამართლოს მიმართულებით. გესმის ასევე პერიოდულად შეძახილები საქართველოს გაუმარჯოს და ძალიან ბევრჯერ უკვე მოისმინეთ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და პრინციპში ამ დღეების განმავლობაში უწყვეტი აქციები გრძელდება და მიუხედავად დაშინებებისა, მოქალაქეების დაკავებებისა, მოქალაქეები არ შინდებიან, ისინი გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ ხელისუფლების რუსულ რეჟიმს, იქამდე სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები.